ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროკავშირის პირველი დიპლომატი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, ოცნების პროპაგანდისტები ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასის და მარტა კოსის დაკითხვას ითხოვენ. ისინი ევროკავშირის ლიდერებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად აცხადებენ. პრორუსმა ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკოსებმა ეს ინიციატივა საქალაქოში დააყენეს, სადაც ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. სწორედ მათ საჩივარზე დაყრდნობით აწყო რეჟიმმა პოლიტიკური დევნისის სცენარი, რომლითაც ახლა ქვეყნის ოპოზიციურ ძალებს უსწორდება. დია ბაძაღუა მუშაობს საქალაქოში, რომელიც ფორმულას ეთერს დეტალებით უერთდება. დია გისმენთ. ფაქტობრივად ასე გამოდის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რადგან ადვოკატი ომარ ფურცელაძე მედიასთან საუბრისას ამბობს იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებენ დღესდაკითხული მოწმეები, პრორუსული ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლები ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართულ ქვეყნად და გარდა ამისა ისინი დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ პირებად მოიხსენიებენ ევროპელ დიპლომატებს. ამ წუთებში, როგორც გვატყობინებენ, დასრულდა ლევან ნიკოლაიშვილის დაკითხვა და ის სავარაუდოდ რამდენიმე წუთში დატოვებს სასამართლოს და გვექნება მასთან კითხვების დასმის შესაძლებლობა, თუ რაში გამოიხატება კონკრეტულად მათი აზრით ევროპელი დიპლომატების ამერიკის შეერთებული შტატების დანაშაულებრივი მოქმედება, რას ითხოვენ ისინი კონკრეტულად, თვლიან თუ არა, რომ ისინი უნდა დაიკითხონ მაგალითად ამ საქმესთან დაკავშირებით. ადვოკატები ამბობენ იმას, რომ კომიკური ხდება აღნიშნული პროცესი და აბსურდულს უწოდებენ, რადგან 46 ტომიან საქმეში არდევს არანაირი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ოპოზიციონერი ლიდერებისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას. ჩვენ პროცესის ვესაუბრეთ ზურა ჯაფარიძესაც, რომელსაც პროცესი დატოვა ცოტა ხნის წინ, მან გითხრა ის, რომ არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ დღეს დაკითხულ მოწმეებს და ისინი საუბრობდნენ საკუთარ პოლიტიკურ შეფასებებთან, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ სხდომათა დარბაზში, რომლებიც დღეს მედიასთან საუბარშიც ამბობდნენ იმას, რომ ისინი თვლიან, რომ ოპოზიციონერები არიან ჯაშუშური ქსელის საქმიანობაში ჩართულები. ასევე ვესაუბრეთ ვატო შაქარაშვილსაც და ვკითხეთ მას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაიწყო და მიმართეს კონკრეტულად გამოძიებას პროკურატურას გამოძიების დაწყების განცხადებით 2025 წლის თებერვალში, როგორც იცით, ეს 5 ადამიანი პრორუსული ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლები ამ განცხადებას ერთობლივად აწერდნენ ხელს და ვკითხეთ მას, ხომ არ იყო ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოთხოვნა ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან, ასევე მაგალითად თვლის თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან არის ჯაშუშური საქმიანობა და ამასთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლიათ რომ მისი კომენტარიც მოისმინოთ და გარდა ამისა, როგორც გითხარით, ადვოკატ ომარ ფურცელაძისა და ოპოზიციონერი ლიდერის ზურა ჯაფარიძის კომენტარიც. ბრალის დადგენილებაში ტრულ სახელმწიფოდ მოხსენიებულია ამერიკის შეერთებული შტატები. დღეს დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩვენება მისცა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს საომმა წევრმა სასამართლოს. ისინი ამბობენ, რომ CIA აწყობდა გადატრიალებას საქართველოში, შესაბამისად ბრალდებულები თანამშრომლობდნენ სწორედ CIA-სთან და ისინი მიიჩნევენ, რომ ტრული სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ, გახლავთ ამერიკა. ლევან ნიკოლაიშვილმა სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ ამ აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერი და თანამოაზრე გახდათ ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და როგორც მან ითხოვა და მთხოვა პირადად, რომ არ გამომრჩენოდა არავითარ შემთხვევაში, ქალბატონი მართა კოსი. ფორმატი არ არის ესეთი, რომ მაგალითად პროკურორს კითხო, რომ ესენი ხალხსაც ბოდავენ. ამას ეთანხმებით და ეს რაღაცა თქვენი ამ ბრალის ნაწილია, ამიტომ ვარ ჩვენ აქ, მაგიტო ზივართ ამას ეთანხმებით. ამ კითხვას ვერ ვსვა, ამიტომ ამ კითხვას არ გასმევინებენ. კითხვას არ გასმევინებენ კი არა, რავი, ჩაკუჩი იქნებს მოსამართლე. რა კითხვა უნდა დაუსვა მართლა? აი ამას უყვება ადამიანი, რა უნდა დაუსვა? მართლა მაინტერესებს. აი მე რაც მოვუყევი, ამას უყვება ადამიანი. ჩემი აზრით ის ან დასაწყვენია, აქ მოსაყვანი არ არის. ანუ ან დასაწყვენია, ან გამოსაკოლევია რა ჭის ხო, რა სხობა. ანუ რა შეიძლება რა უნდა ვკითხო ახლა მაგაზე, რომ მართლა გჯერა ვატო შენ ამ ბოდვის, მაგას ხوار შეგითხები. უცხო ძალასთან თანამშრომლობ შენი ქვეყნის წინააღმდეგ უსამართლოდ და უსაფუძვლოდ ჩადიხარ სხვადასხვა ინსტიტუტებში და იქ აბსოლუტურად უსამართლოდ, აბსურდულ ბრალდებებს უყენებს შენივე ქვეყანას, აბეზღებს შენივე ქვეყანას, შენი ქვეყნის წინააღმდეგ ითხოვს სანქციებს, შენი ქვეყნის წინააღმდეგ ითხოვს სადამსჯელო ღონისძიებებს, ცხადია, ეს არის დანაშაულებრივი საქმიანობა, რომელიც პარტნიორებთან ურთიერთობას თვლით, რომ ეს არის დანაშაული? არა. ასე მიგაჩნია. საერთაშორისო პარტნიორებთან კი არა.
საკუთარ პატრონ ძალებთან. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნა აღმოჩნდა ის საბოლოოდ რის გამოც გადაწყვეტეთ რომ მიგემართათ პროკურატურა. რა გახდა იმის საფუძველი? კონკრეტულ თარიღებს აქ არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვაკეთებდით საჯაროდ მოწოდებებს საქართველოს პროკურატურისადმი, შესაბამისი სტრუქტურებისადმი, რომ საქართველოში მოქმედებდა აგენტურული ჯაშუშური ქსელი. სანქციების მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თქვენ თვლით რომ არის ჯაშუშური ქსელის საქმიანობა საქართველოში? მათ შორის. ამ წუთებში გვატყობინებენ რომ დასრულდა ლევან ნიკოლეიშვილის დაკითხვა და ჩვენ მასთან ალბათ გვექნება კითხვების აი ბატონი ლევან ნიკოლეიშვილი ბატონო ლევან თუ შეიძლება ერთი წუთით პირდაპირ ეთერში ვართ უფლებადამცველებმა თქვეს რომ საკმაოდ საინტერესო განცხადებები გაგიკეთებიათ ხდომათა დარბაზში და მიგიწოდებიათ მათ შორის თქვენ როგორც კი ბატონო როგორც გვითხრეს თქვენ ისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად მიიჩნევთ, მათ შორის კაია კალას, მართა კოს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. პირდაპირ ეთერში ვიმყოფებით, მეგობრებო, გითხარით ამასთან დაკავშირებით. რის საფუძველზე, რა მტკიცებულებების საფუძველზე მიგაჩნიათ ეს ადამიანები და ასევე როგორც გითხრეს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებთ თქვენ ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართულ სახელმწიფოდ და რაში გამოიხატება ეს თქვენი აზრით და რა მტკიცებულებები გაქვთ ამის პირველ რიგში? დაასრულეთ შეკითხვა. კარგით. პირველი რომ თქვენ ძანეთ რომ მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვასახელებ ჯაშუშურ საქმიანობაში ეს არის არასწორი და ტყუილი, ესეთი რამ მე არ მითქვია. მე ვთქვი იმის თაობაზე რომ ამერიკის ერთ-ერთი ელჩი იყო ჩართული ოპოზიციური აქციების დროს მათ მხარდაჭერაში. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება კაია კალას და ევროკავშირის სხვა ბიუროკრატებს, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მოწოდებული არიან იმისათვის, რომ რამენაირად საქართველოს არ გახდეს ევროკავშირის წევრი, უყენებენ ათასნაირ ულტიმატუმს და შანტაჟს და აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია და ეს პოზიცია არაერთხელ გვაქვს დაფიქსირებული ჩვენ პარტიას, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და ნატოში გაწევრიანება ეს არ არის ზიგზა, რის უნდა წავიდეს საქართველო. ბატონო ლევან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით კითხვა დავასრულებ. ცოტა ამჯერა რომ აზრი გაიგეთ თუ არ დამისრულებია, ხო? აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიძახით, რომ ნეიტრალიტეტი არის ის გზა, რომელიც გადაარჩენს საქართველოს. საქართველო არ უნდა იყოს არც ერთი ბლოკის წევრი. ეს შეკითხვები დამისვეს სხვათა შორის და იქიდან გამომდინარე. დაგიზუსტეთ უბრალოდ რა თორე არ ვაპირებდი ამას. ამერიკის ელჩი ახსენეთ ბატონო ლევან, ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს, არ ნიშნავს ეს რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს თქვენ, როდესაც ახსენებთ ელჩს. კიდევ ერთხელ. თუ არ დამასრულებთ პასუხს შეკითხვაზე, აზრი დაიკარგება. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გისმით რომ საქართველო არ უნდა იყოს არც ერთი, არც სამხედრო და არც ეკონომიკური ბლოკის წევრი, ვინაიდან რეალურად დაკარგავს სუვერენიტეტს. ამის ახსნა მე მომიწია სასამართლოზე, ვინაიდან ეს სახის შეკითხვები დაიშვა, თუ რატომ ნეიტრალიტეტი და რატომ ევროკავშირი და ნატო არა. არც ნატოში და არც ევროკავშირში ჩვენ არავინ არ ვდებულობს და თუ ვინმე მასწავლის ისეთ გზას, რომ ჩვენ მივიღებენ ან ერთ ბლოკში, ან მეორეში, სადაც იქნება თვალისწინებული ჩვენი ეროვნული ინტერესები, მე მადლობელი დავჩებ. ეხლა რაც შეეხება თქვენ დამაზუსტებელ შეკითხვას, აუცილებლად ამაზეც გიპასუხებ. შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი გახდათ ის პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი ნეგატიური როლი ითამაშა ქართული ამერიკული ურთიერთობების გაუარესებაზე და დღესდღეობით რომ პოზიცია იმის თაობაზე რომ ხელისუფლება ცდილობს რომ გადაწყვეტა მოახდინოს ამას დაკავშირებით ჩვენ მივესალმებით, თუ ესე იქნება, თუ არა და კიდევ ერთხელ ყველა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს არის სუვერენული სახელმწიფო, ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული და ყველა ქვეყანასთან შეერთებული შტატები იქნება ეს სხვადასხვა ორგანიზაციები იქნება ისეთები როგორც არის ნატო თუ ევროკავშირი, ჩვენ ვისწრაფით რომ კონდეს თანაბასტური უფლებიანი ურთიერთობა. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენდით ლევან ნიკოლეიშვილს, რომელიც არის ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე, პრორუსული ნეიტრალური საქართველოს წევრი, სწორედ ეს ხუთი ადამიანია ის, ვისი მიმართვის საფუძველზეც დაიწყო 2025 წლის თებერვალში გამოძიება. ამ წუთებში იწყება ნანა კაკაბაძის დაკითხვა, უცნობია ის გააკეთებს თუ არა მედიასთან კომენტარს, თუმცა უკვე ვიცით ის, რომ სავარაუდოდ შემდეგ სხდომაზე, ანუ ხუთშაბათს დასრულდება ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა, რის შემდგომაც დაიწყება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და განაჩენსაც უკვე პოლიტიკოსები უახლოეს მომავალში ელიან.